გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კესო გოლასიანი და დღეს ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული პოდკასტი. ხო, ყველა წერდით კომენტარებში ეს ვისი შვილია და ეხლა მე გადავწყვიტე რომ მომეყვანა დედა ჩემი სალომე კობაშავიძე. გამარჯობა დე. გამარჯობა დე. კარგად, შენ როგორ ხარ? რავი, მეც კარგად. დავიწყოთ ჩვენი შეკითხვები. დავიწყოთ. კაი, მე პირველს გკითხავ. აი, მარტო როგორ გამზარდე. კარგად გაგზარდე მომწონს. მე სუგულისხმე რომ აი ახლა შენ მარტო მე რომ მზრდი, რთული არაა? რთული ეხლა აღარ არის. რაღაც დროს იყო ძალიან პატარა რო იყავი მაშინ. რთული იყო იმიტომ რომ ხო მე პატრაობაში არ ვტიროდი ძალიან, მაგრამ მე არ მახსოვს არც ერთი ღამე სუ პატარა რო იყავი მაშინაც რომ შენ ღამე გეტიროს და მე გამეთენებინოს. პირიქით, ანუ ეგ სირთულე რაც იყო ზოგადად რომ მე და შენ შვიდად გეწინა კი. ზოგადად რთულია რომ მარტო გაზარდო ადამიანმა შვილი, იმიტომ რომ იქ სამსახურია, იქ რაღაცა სწავლა იყო იქამდე სანამ სამსახურს დავიწყებდი. და შენ ძალიან დიდი ყურადღება გჭირდებოდა, იმიტომ რომ პატარა იყავი და შესაბამისად ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ აი მაქედან გამომდინარე რომ შენ ეს საოცარი ხასიათი გქონდა ბავშვობიდან, ძალიან კომფორტული ადამიანი იყავი მაშინაც და ეხლაც. მაგრამ გუში რა მოგვივიდა არ ვიცი. ამაგას არ ვიტყვი. რო გეჩხუბე? რატო თქვა? შეგიძლია თქვა? არ მინდოდა. რა არ გინდოდა? ანუ ხა რო ჩხუბობთ ხოლმე, ეგ ხა ბუნებრივია ყველა ჩხუბობს. მაგრამ მართლაზე ვიჩხუბეთ. კაი და შენ არ მოგწონს. რა? არც მე. ხოდა მე გეკამათები რა ჩაგირევი საქმეში და კარი მაცადე 2 წამით, 2 წუთით, 60 წუთი მაცადე რა. ეგრეგებდები ხოლმე რაღაცებს, როცა ანუ შენ როცა გაბრაზებული ხარ, მე ზარ მომწონს და მე რაღაცა უჭუბობ და ეხა პრეტენზიებს ეხა პრეტენზიები არ ავტეხოთ, აი ახლა არ დავიწყო. აღარ ვიჭუბოთ. ხო. შენი აზრი რითი გავარ და რითი არ გავარ? ხასიათებში მგავხარ ემოციურობით. რაც შეგიძლია რომ შეცვალო და არ იყო ეგეთი, ძალიან ემოციური. ძალიან მარტივად რო გწყდება რაღაცებზე გული. ძალიან მარტივად. გული მიჩუყდა რაღაცავიდე. ხო, რო გიჩუყდება ეს გული და რაღაცა. თან კაია ემოციური ადამიანები განცუდია, მაგრამ თან რაღაცნაირად შენ თავს სტრესავ რა და უფრო მეტად რო არ მიაქციო რაღაცებს ყურადღებამ. ეგ უკეთესი იქნება შენთვის, ხო? და შენთვის თუ არა? ჩემთვისაც ხო. მოვდი თვალები. მაგრამ მე ხო შენი მასწავლებელი ვარ და შენ გეუბნები და შენ მე მითხარი რა. კეთო და ნინი. შენ მე მასწავლე როგორ გავაკეთო, ეგ ხო ძალიან ჩემს და შენ შორის ეგ ყოველთვის ეგრე არის. შენც ძალიან ბევრ რაღაცას მასწავლი ხოლმე. შენ რა მასწავლე? მე გასწავლე ყველაფერი. ყველა ჩამოთვალე. შენ როგორიც ხარ, მე ეგ ძალიან მომწონს. და შეიძლება სუბიექტურად მომწონს, იმიტომ რომ დედა შენი ვარ და ხა სხვანაირად როგორ იქნებოდა რო არ მომწონებოდა. მაგრამ საერთო ჯამში მაინც ობიექტურადაც სერიოზულად რო შევხედო ამ ყველაფერს, რო გავწიო გვერდით ის რომ მე შენი დედა ვარ, მაგის გარეშეც მგონია რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. შენთან კომუნიკაცია საინტერესოა და ეგ არის შენი ხასიათის დამსახურება და ცოტა იმის, რაც მე მოგეცი ალბათ ამ ასაკამდე როგორც გავიზარდეთ რა, ალბათ მეც მიმიცხვის მაგაში რაღაც წვლილი. ამიტომ ესე რა გასწავლე რაღაცა კონკრეტული არ ვიცი, იმიტომ რომ ხო ყველაფერს ერთად ვაკეთებთ რა. მე მგონია რომ გულწრფელობა ყველა ბავშვს აქვს.
ყველა ბავშვი გულწრფელია რაღაცა ეტაპამდე ალბათ. მაგრამ მაინც მე მგონია რომ ჩემი დამსახურება არის ეგ, იმიტომ რომ მე შენთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. ძალიან პატარა ასაკიდანვე. აი, რაც შენ დედაში არ მოგწოდა ან მოგწონდა. მაგაში ჩემთან იმეორებ, რაღაცა ჭუბებს, ესე გასეინე რაღაცას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ხედავ, რომ არასწორია, იმიტომ რომ შენ არ მოგწონდა ეგ, როცა შენ თავს ხდებოდა, შესაბამისად, შენ აღარ უნდა მოექცე მე სხვას ეგრე, ხო? რაც იცი რომ არასწორია, მაგრამ რაღაცნაირად ისე არის ხომ, ეხა თუ გინდა ჭუბი ავიღოთ რა და რაღაცის ცოტა ხმამაღლა თქმა შედის ჭუბში, მეტი ხო არაფერი. ხო და ეგ განა არ ვიცი რომ არასწორია და არ შეიძლება და ძალიან უნდა გაწონასწორებულად და ძალიან მშვიდად და გასაგებად უნდა დაგელაპარაკო მაგალითად რაღაც მომენტში, მაგრამ რაღაცნაირად აი ეს ემოცია უფრო ძლიერია ხოლმე რა. და გჯაბნის და ეგ არ არის კარგი, იმიტომ რომ შენს თავზე უნდა იმუშაო, როცა ხედავ მაგას, როცა არასწორია რაღაცა და ხედავ შენ მაგას. თავარია რომ დაინახო, რომ ხედავ, ეგ უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და მე რომ დაინახავ უკვე გამოსწორების ხერხებზე უნდა იფიქრო და მე ხო ბევრჯერ მიღიარებია შენთან რომ თუ რამე გაწყენინე, რაც არ მოგეწონა ისე მოვიქეცი, პატიება მithოვე. დედაჩემს არ მახსენდება რომ ეგრე რაღაცაზე ეთქვას, ანუ ეჩხუბოს და მე ეთქვას რომ ხო არ გეწყინა მაპატია და რაღაცა. ამ დედაჩემს მეჩხუბებოდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ დედაჩემთან მქონდა როგორი დამოკიდებულება, იცი, ძალიან დამოკიდებული ვიყავი დედაჩემზე. არ მიყვარ და არაფრის ყიდვა, არსად წასვლა დედაჩემის გარეშე და ეგ რაღაცა არ მომწონდა. სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ რაღაცეებში მაფერხებდა, ძალიან დამოკიდებული ვიყავი, ყველაფერში მაგის აზრი იყო მნიშვნელოვანი. ეხაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგის აზრი ყველაფერში. მაგრამ მე რა მომენტი არ მომწონდა, იცი, ეგ განაცუდია რომ მე დედაჩემის აზრი მაინტერესებს ყველაფერში, მაგრამ აი რაღაცეების გაკეთება რომ მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ აი დედაჩემა უნდა დამიდასტუროს ეს, თორე ისე ვერ გავაკეთებ რა და ეგ არ მინდა რომ შენ გქონდეს და მე მგონია რომ მაგას ვახერხებ შენი წილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გქონდეს, რომ ჩემს აზრზე ეგრე ძალიან არ იყო დამოკიდებული. ოღონდ ეგრე მგონია, ზუსტად არ ვიცი რა. შეიძლება რაღაცები მაინც მეპარება, იმიტომ რომ თუ გეუბნები ხოლმე რომ ესე უნდა გაკეთდეს, ესე იგი მე უკვე შენ თავისუფლებას სადღაც ვზღუდავ. აი შენ მითხარი რა, გიზღუდავ ხოლმე თავისუფლებას? აი ზოგჯერ ხდება ეგეთი რაღაცები და აი რაღაც არ მინდა რომ გავაკეთო და აი დაცალება მინდა რა, აი მჭირდება რომ გავაკეთო. ანუ უნდა გავაკეთო რა. ხო და არ მინდა რომ გავაკეთო. აი შენ რომ მეუბნები, გაგედეს რობოტ. ეგრე არ მეუბნები ხო, მაგრამ არ გამომდის და შენ ჩემი ის ხო არ ხარ. მე შენ თავი ვარ და შენ ჩემი თავი. მაგრამ ეხა შენ ფიქრობ რომ რაზეც გეუბნები რომ უნდა გააკეთო, აუცილებლად გასაკეთებელია, ხო? კი, უნდა გავაკეთო. ხო და მე მგონი არ არის ეგ სწორი. გულწრფელი ვიქნები ახლა აქ და გეტყვი რომ რაც არ გინდა რომ გააკეთო და რაც გეზარება რომ გააკეთო, არ გააკეთო. მე შეიძლება გეჩხუბო, მაგრამ შენ ისე გააკეთე როგორც შენ გინდა მე. ჩემთან ერთად არის გაკეთება გიყვარს. ბევრი დრო რომ მქონდეს უფრო. ხო? რომ სადღაც ადგილებში ვიაროთ ხოლმე, გავიდეთ, გამოვიდეთ, უფრო გამეხარდებოდა. ფილმების ყურება მიყვარს შენთან ერთად. აი მე კიდე მიყვარს მუსიკებს შევსმენთ ხოლმე და სახში. ეგეც მაგარი მომენტია. პატარაობაში ფიქრობდი როგორი დედა ყოფილიყავი. არა. საერთოდ არ ვთამაშობდი ეგეთ თამაშებს და დედაშვილოვანას არა ხო? არა, და არასდროს არ ვფიქრობდი როგორი დედა ვიქნებოდი. აი, შენზე რომ ორსულად ვიყავი, არც მაშინ არ ვფიქრობდი შენ როგორი შვილი იქნებოდი და ეხლა ძალიან მიყვარს. ანუ როგორი იქნებოდი, ისიც კი არ მიფიქრია, რომ აი ნეტა
ვიზუალურად როგორი იქნება ან რაღაცა ხო არის აი რაღაც შულს რელოდები ფიქრობ ხოლმე რომ აი ნეტა ესეთი იყოს ნეტა ისეთი იყოს ნეტა ესეთი ხასიათი ქონდეს მე საერთოდ არ ფიქრობდი ეგეთ რაღაცებზე რომ მინდა რომ აი ასეთი ფერის თვალები ქონდეს ჩემ შვილს და აი ესეთი ხასიათი ქონდეს მაგრამ მე შენ რო გაჩნდი მივხვდი რომ ეხლა მარტო შენაირი შვილები მინდა ამ განმოსახედიდან როგორ თვლი? კარგი დედა ხარ? ეგ შენ უნდა შეაფასო, როგორი დედა ვარ. იმიტომ რომ მე სულ ვიტყვი, რომ აი აქ შემეშალა, აი ეს შემეშალა, ეს არ უნდა გამეკეთებინა, ეს არ უნდა მეთქვა, ასე არ უნდა მოქცეულიყავი, აი მაშინ ყურადღება უფრო მეტად უნდა მიმექცია. ხო და ეგ სულ არის ყველა დედა საწუხებს ეგ ფიქრები და ყველა დედა რაღაც მომენტში ფიქრობს, რომ აი ეს რომ შეეშალა, მაგიტომ არ არის კარგი დედა. მაგრამ საერთოდ ჯამში ეხა რომ გადავხედო, რადგან შენ კარგი შვილი მგონი ხარ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი თვალით და კარგი შვილი, ანუ კარგი ადამიანს ვგულისხმობ რა. მაგას თუ მივიწერ ჩემ დამსახურებად, მაშინ კარგი დედა გამოვდივარ რა. შენი აზრით? ჩემი აზრით ძალიან კარგი დედა ხარ. შენ თუ ჩემი დედა არ იქნებოდი, აი ხوار მე ცოდინებოდა ვინ იქნებოდა ჩემი დედა. აი მინდოდა რომ შენ ყოფილიყავი. მეც მინდოდა რომ შენ ყოფილიყავი ჩემი შვილი. მაგრამ რა ვიცი. აი შეკითხვას არ აქვს პასუხი. მე რატო გამაჩნდა შენ, მე რატო გამაჩნდა და მე რატო გავჩნდი შენ? ეგ ძალიან რთული შეკითხვაა ნამდვილად. არა აქვს პასუხი. რატო გადაწყვეტა რომ ეს პოდკასტი მოვიფიქრებინა ჩემთვის? შენი შესაძლებლობების მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი რომ გართმევდი ამ საქმეს თავს. აი რო გეუბნებოდნენ შენი სტუმრები რომ გაიზრდები მე რო არ მოგეწონოსო მაგაზე რას ფიქრობ? შეიძლება არ მომეწონოს. მაგრამ ეხა ძალიან მიხარია რომ მიმყავს. მაგაზე მეც მიფიქრია რომ მარტო ამ შემთხვევაში არა. ბევრი რამე არის, რაც შეიძლება რომ გაიზრდები მე არ მოგეწონოს. ბევრი რამე თუ არა ცოტა მაინც იქნება რაღაცეები. შესაძლებელია. ხო და მე მგონი მაგას ვერას დროს მაგისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით. აი დედა ჩემი 6 წელი დადიოდა მუსიკალურ სკოლაში და სწავლობდა პიანინოზე დაკვრას. და დღემდე ძალიან კარგად უკრავს, მაგრამ ვერ იტანს დაკვრას. და ამიტომ არ უკრავს. შეუძლია, მაგრამ არ უკრავს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ახსოვს ის პერიოდი, როცა ძალით ატარებდნენ მუსიკაზე. და როცა იხსენებს, სულ ამბობს, რომ მისთვის იყო ძალიან დიდი სტრესი. მეც დავდიოდი მუსიკაზე, პიანინოზე და ძალიან კარგად ვუკრავდი. მაგრამ დედაჩემმა გამომიყვანა. იმიტომ რომ მეზარებოდა სახლში მეცადინეობა. და მან თავისი მაგალითით ჩათვალა, რომ მეც იგივე სტრესს მივიღებდი, როცა გავიზრდებოდი, ვივლიდი ძალით მუსიკაზე, მე არ მეყვარებოდა და არ დავუკრავდი. მაგრამ იცი რა მოხდა? მე ძალიან დიდი სტრესი მივიღე იმით, რომ დღეს დაკვრა არ ვიცი. დედაჩემს ვუთხარი, რომ რატომ გამომიყვანე მუსიკიდან თქო. ძალიან მინდა რომ დაკვრა ვიცოდე თქო. და მე რა რომ მეზარებოდა თქო. რატომ არ მატარე მეთქი? სწორი რა გამოდის? სწორი მე მგონი არ არსებობს. მე ეგრე მგონია. მაგიტო მოგიყევი ეგ ამბავი. რომ ვერას დროს ვერ განსაზღვრავს სწორი რა არის და ესე წინასწარ ვერ განსაზღვრავ შენთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. და მე რა მგონია სწორი, იცი? რომ ეგეთი მნიშვნელოვანი და ეგრე ემოციურად არ უნდა მივუდგეთ ამ რაღაცებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდები, შენც გექნება ეგეთი რაღაც, რომ რაღაცა ესე რატო არ გააკეთე მეტყვი. და შენ იმდენად თავდაჯერებული უნდა იყო,
შენ ცხოვრებაში, რომ მე ყველაფერი გააკეთო, რისი გაკეთებაც ახლა ვერ მოახერხე ჩემი დახმარებით. და მეც არ უნდა ვიყო მაგ დარდში, რომ შენ რაღაც ვერ გაგიკეთე, იმიტომ რომ მე მართლა მგონია რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. მიხდები თუ თავიდანვე იცი რომ არასწორად აკეთებ, მაგას არ გააკეთებ. ანუ მაშინ დედაჩემის დედას ეგონა რომ სწორად აკეთებ და რასაც აკეთებდა, მე დედაჩემს ეგონა რომ სწორად აკეთებ და მე რაღაცას გავითვალისწინებ და ეხა მგონია რომ მე შენთან სწორად ვიქცევი, მაგრამ რო გაიზრდები, შენ ხომ ინდივიდუალური ადამიანი ხარ, სხვა ადამიანი ხარ, ხო? არ ვიცი შენ რას იგრძნობ, როცა გაიზრდები, რა დაგაკლდება. მაგაზე ფიქრი მშობლების მხრიდანაც, რომ აუ ეხა მე შეცდომას ვუშვებ, ეხა მე რაღაცას ისე არ ვაკეთებ და ერთმანეთზე ეგრე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. უნდა გავიაზროთ შენ როგორც შვილმა უნდა გაიაზრო, რომ დედა არის დამოუკიდებელი სხვა პიროვნება, ადამიანი ჩამოყალიბებული, მან ესე გადაწყვიტა, მას ჩემთვის კარგი უნდა და სხვანაირად არ არის. შენ ხო იცი, ხო დარწმუნებული ხარ, შენთვის კარგი მინდა და მაგიტო ვაკეთებ. მე როგორც მშობელმა უნდა გავიაზრო, რომ შენ სრულიად ინდივიდუალური დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, ვერ მოერგები ჩემს სურვილებს და ისეთ რაღაცებს გააკეთებ, რაც შეიძლება მე სწორად არ მიმაჩნდეს. მოკლედ, სწორი რაღაც არ არსებობს. შენი სიმართლე გექნება და შენი გადმოსახედიდან სწორი რაღაცა იქნება სხვანაირი. აი ერთ ღირებულებებზე შეიძლება შევთანხმდეთ, რომ აი მაგალითად სიკეთე კარგია. რომ კარგი ადამიანი იყო და ადამიანებს რაღაცები გაუკეთო და აი ესეთ რაღაცებზე შეიძლება შევთანხმდეთ. მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით. მე სხვა ადამიანი ვარ, შენ სხვა ადამიანი ხარ. შენც უნდა გააზრებული ქონდეს ეგ და მეც გააზრებული უნდა მქონდეს ეგ. შენ მაგიაში გაგიმართლა, რომ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც მშობლებმა დავიწყეთ მაგის გააზრება. ნელ-ნელა ძნელია, მაგრამ ვიწყებთ ნელ-ნელა მაგის გააზრებას და ადრე უფრო უჭირდათ. ადრე არ იცოდნენ, ადრე ამდენი ინფორმაცია არ ქონდათ. და რაღაცნაირად მაგიტო იყო, რომ მიჯაჭვულები იყვნენ შვილები მშობლებზე. მე ვისურვებდი, რომ შენ იყო დამოუკიდებელი, შენი აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში საკუთარი აზრი აინტერესებს და მერე სხვა ყველა დანარჩენის, თუნდაც მშობლის. ეხა ეგრე მგონია სწორი. რას დავცნობ ყველაზე მეტად? მე ვოცნებობ, რომ შენ იყო ბედნიერი. ვარ. კიდე? ძალიან მიხარი. ბოლომდე იყო ჯანმრთელი და ყველაზე მთავარი რაზეც ვოცნებობ, რომ მარინა დედაჩემი ჩვენთან ერთად იყოს. მეც მინდა გძან. ვისი ხარ მადლობელი ყველაზე მეტად? მადლობელი ვარ დედაჩემის ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში ჩემ ცხოვრებაში ჩემ გვერდით იყო. და არის ეხაც. ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია და ის რო არ ყოფილიყო, შენც ვერ მოგცემდი იმ ყველაფერს, რაც მოგეცი. და მეც არ ვიქნებოდი იქ, სადაც ეხა ვარ. და მაგიტო ყველაზე მადლობელი დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეგრე ვერ უმართლებს ცხოვრებაში და მე მაგიტო არასდროს არ დამიწუწუნია, იმიტომ რომ ამ ერთმა ადამიანმა თავის თავზე ძალიან ბევრი რაღაც აიღო, აი ბევრი ადამიანის გასაკეთებელი გამიკეთა მარტომ მე გაგვიკეთა მე და შენ. და ყველაზე მეტად მადლობელი მისი ვარ. ვერც წარმოვიდგენ ალბათ მე ვერასდროს ვერ გაგიკეთებ შენ მაგდენს, რამდენიც დედაჩემა გააკეთა ჩემთვისაც და შენთვისაც. ახლა მადლობა ჩემი ისიყავი. დედიკოი. შენ ვისი მადლობელი ხარ? მადლობა შენ. რისთვის? რისთვის და ესეთი კარგი დედა რო ხარ? შენც მადლობა კარგი შვილი რო ხარ. ხო, ბებო კიდენ
ძალიან გვაქცევს ყურადღებას ეს ტანსაცმელები. აი ეხლა თუ არ გვიქნებოდა ტანსაცმელები, რას ვისავდით? ესე დავждებოდით. ხო. მართალი. ხო და ბებოსაც მადლობა ძალიან კაი ბებოა. მარტო მაგის გამო არა. ისე კაი ბებოა. ხო და კიდე მადლობა აი ამ პოდკასტს. აი ნუცას იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი და ეხლა ძალიან მომეწონა როწერ. მადლობა რა ჩემი დედიკო იყო. მაგარი იყო შენთან სტუმრობა. ძალიან მომეწონა, კარგი დედა ხარო რომ მითხარი ეგ მომენტი. ეს არის ბოლო ეპიზოდი სექტემბრამდე გემშვიდობებით. შემდეგი სეზონიდან გელოდებით სპონსორებს. და დღეს, როდესაც ახლა აი ამ ეპიზოდს უყურებთ, არის დედიკოს დაბადების დღე. დედიკო გილეცა. მადლობა. თქვენს ფოლოცე დედიკოს. ჰერია! კომენტარებში დაწერეთ გილოცავთ დაბადების დღეს. და ვარდები, გულები, სმაილები, რაც გინდათ მივწერეთ. მადლობა რომ უყურებთ ძალიან დიდი და სექტემბერ ხუთშაბათამდე. არ დაგავიწყნეთ ლემონ პოდკასტი.